როგორ მოხდა მე გეტყვით ახლა როგორ მოხდა გზაზე მოვდიოდი თავიდან თქვა როგორ მოხდა დღეს გადმოვედი გალიდან რა კოხორიდან წამოვედი ზუგდიდის ბაზარში მეთქი ბავშვი მყავს რა თქვათ ცოლშვილი მყავს გაიგე და ბავშვს მეთქი ზუგდიდში ბაზარში იაფია ყველაფერი გალის შედარებით გაიგეთ გავაგზავნოთ გალის შედარებით უფრო იაფია აგამონებენი მეთქი ბავშვს უყიდი რაღაცებს და ფული მგონდა 1-10 არის რაღაცები უყიდე ბავშვს ველოსიპედის ბაგაჟზე მე თუ ყველაფერი აი ნათესავს გაუარე რა ინვერმანიას რა აგერ ოჯახში აგერ აქანე ცხოვრობს ახლოს დინანესთან და წამოვედი აქეთ გზაზე და ახალი გაზდა გოგოსთან შევედი სიგარეტს მე მქონდა სიგარეტი მეთქი ქართული სიგარეტს ვიყიდი მეთქი რაღაც კოხორაში მინდოდა წასვლა და შევედი და იმ გოგომ მითხრა ისაო პივა ვთხოვე და პივა არა მაქვსო და პივა მე ვთხარი პივა მომიერთი ერთი ბოთლი და პივა არა მაქვსო და ბუმაჟიკი რომ რა ხელს ტაძე ხელი ჩავიდე ჯიბეში და საჯიკალკას ტაძე ჩავიგდე ჯიბეში და ველოსიპედს რომ დავატრიალე მომიჯდა ესეც ველოსიპედზე ეს გოგოც ველოსიპედს დამახია ბაგაჟინგთან ხელი და ხელი მტაცე მე ბრახ მეთქი დავარდა საჯიკალკები ძირს და ეს გამომიკიდ და მეც პედალს ხიდი და ჩქარე ვაჩქარე სიჩქარე დამეწია ეს საფულია თუ რა არის გრამი რამდენი დევს ფული ისიც არ ვიცი ბუმაჯი ჯიბეში მაქვს მაგრამ რა ვიცი მე რა არის და გავიქეცი წამოვედი რომელი ქუჩაა ეს აქანე შევუხვიე და რავი მილიცია პოლიცია ვიღაც გამომეკიდა მანქანა ტყუიამ გესვლიო კიდევ 20 მითხრეს და ვერ გავაჩერე მეთქი მომკლან მეთქი მაგრამ რომ მომკლან ეგეს არ მაგამეთქი მაგრამ ცოტა შევანტარმოზე თუ მოგდები მეთქი მაგიზედანაც ვატირე ხახვი ხო არა მეორეჯერ უნდა ვივადო მეთქი მაგიზედა და ვსო რა ვქნა თუ მოგდები დიდი ამბავი ახლა მაგრამ ისეთი არაფერი არ დამიშავებია მე მგონი მაგრამ კიდევ ვაშავე იმიტომ რომ მე ვარ დებილი არ უნდა შევსუნიყავი ჩემს აღისაც უნიყავი და ჩემს ცოლშვილთან უნდა მესვენა მაგიჯობდა ყველაფერს მაგიჯობდა მაგრამ ეს საჟიკალკა და ეს ბუმაჟიკი თუ 1000 არის მან თუ 500 არ ვიცი მე რამდენია მან შეიძლება 50 თეთრია და 50 თეთრი ზღვრისთვის მე უნდა ვიხატო 1 წელი ესაა ჩემი კომენტარი თქვენი სახელი და გვარი თემური ჯახაია ვადირის ძე კოხორიდან გალის რაიონის სოფელი კოხორიდან დღეს არის ტყვარჩეის რაიონი ჩვენი სოფელი და რო დიდ მადლობას უხდით პატრულს უხდით დიდ მადლობას იმის რომ მე რომ არ მომკლავს სხვა გზაზე ვიღაცამ რომ ვიღაც პატახენმა არ შეხვდა და ხო იცი გადავრჩი მე დღეს ღმერთის წყალობით პატრულის წყალობით გადავრჩი და შეიძლება იმ გოგოს წყალებისაც გადავრჩი იმიტომ რომ ვიღაც ხათაბალას არ შეხვდი ამაღამ და არ მომკლავს სხვამ მაგით გადავრჩი მე და თქვენი მადლობელი ვარ დიდი ყველა